პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი, თავი მე-14. შეუდეკით სიყვარულსა და ბაძებდით სულიერსა მას და უფრო იზღა, რაითაც წინასწარმეტყველებდეთ, რამე თუ რომელი იგი იტყვინ ენითა, არა კაცთა ეტყვინ, არამედ ღმერთსა, რამე თუ არავის ესმის, რამე თუ სულითა იტყვის საიდუმლოთა. ხოლო რომელი წინასწარმეტყველებენ კაცთა ეტყვის აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის ცემასა. რომელი იტყვინ ენითა, თავსათვისა აღაშენებენ, ხოლო რომელი წინასწარმეტყველებდეს, კრებულსა აღაშენებს. მნებავს თქვენ ყოველთაი ენათა სიტყვაი უფრო იზღა, რაითაც წინასწარმეტყველებდეთ, რამე თუ უფრო ის არის, რომელი წინასწარმეტყველებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა. განნა თუ რაითა გამოსთარგმანებდეს, რაითა კრებული აღეშენოს. ხოლო აწძმანო მოთუ ვიდე თქვენ და ენათა ვიტყოდი, რაიმე გარგო თქვენ, არათუ გეტყოდი თქვენ გამოცხადებითა, ანუ მეცნიერებითა, ანუ წინასწარმეტყველებითა, ანუ მოძღვრებითა. ეგრეთვე უსულოთ ამათ ხმაი გამოსცინ, ანუ თუ ნესტუმან, ანუ ებამან, უკე თუ გამოცხადებაი ხმათაი მათ ვერ გამოსცენ, ვითარმე საცნაური ქმნეს, სტვინვა იგი, ანუ ებნაი. უკე თუ საყვირმან უჩინოდ ხმაი გამოსცეს, ვინმე განემზადოს ბრძოლად. ეგრეცა თქვენ ენისა მიერ უკე თუ არა გამოცხადებულად სიტყვა იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაური ქმნეს თქმული იგი. რამე თუ იყვნენ ვითარცა ჰაერსა მეტყველნი, ესოდენი სახენი თესლადნი ხმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უხმო. უკე თუ არა ვიცოდი ძალიგი ხმისა იმის ვიყომე მეტყველისა მის ჩემისა ვითარცა სხვა ენაი და რომელი კი მეტყოდის მე ვითარცა სხვა ენაი. ეგრეთსა თქვენ ვინაიდან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებლად ეკლესიისა ეძიებდით, რაითა აღემატებოდით. ამისთვისცა რომელი იტყოდის ენათა, ილოცევდინ, რაითა გამოცაითარგმანოს. რამე თუ უკე თუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაი ჩემი უნაყოფო არს. აწ უკვე რაი არს, ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა, ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა. ხოლო უკე თუ აკურთხებდე სულითა, რომელი იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარმე თქვას ამინი შენ სამაზე და მადლობასა, ვინაიდან რასა იგი იტყვი არა იცის. რამე თუ შენ სამე კეთილად მადლობ, არამედ მოყვასის შენი არა აღეშენების. მადლობ ღმერთსა ჩემსა, რამე თუ უფრო ის თქვენ ყოველთასა ენათა ვიტყვი, არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყვა გონებითა ჩემითა სიტყვად. რაითა სიტყვათაცა უმოძღვრო, ვიდრე ბერთა სიტყვათა ენითა. ზმანო ნუყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათვის ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრული ყვენით. რამე თუ ჯულსა წერილარს ვითარმედ უცხოითა ენითა და ბაგითა უცხოითა ვიტყოდეერსა ამას და არც აღა ესერეთ ისმინონ ჩემი იტყვის უფალი. ამისთვისცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათვის, არამედ ურწმუნოთათვის. ხოლო წინასწარმეტყველებაი არა ურწმუნოთათვის, არამედ მორწმუნეთათვის. აწ უკე თუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთმამად და ყოველნი ენითა იტყოდიან და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინდა უცებნი, არამედ თქვნა ვითარმედ ცდებით გინდა ბორგთ. ხოლო უკე თუ ყოველნი წინასწარმეტყველებდნენ და შევინმე ვიდეს ურწმუნოი გინდა უცბი, ემხილოს ყოველთა მიერ, განეკითხოს ყოველთა მიერ და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ და ესრეთ დავარდეს პირსაზე და თვისა და თაყვანის წეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ ნამდვილ ღმერთი თქვენ შორის არის. რაიმე უკვე არ ძმანო, რაჟამ შეკრბეთ ერთბამად, კაცადსა თქვენსა ფსალმუნი აქვს, მოძღვრება აქვს, გამოცხადება აქვს, თარგმანება აქვს, ენათა მეტყველება აქვს. ყოველივე ესე აღსაშენებლად იქმნებოდნენ. უკე თუ ენითა ვინმე იტყოდის ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი და ერთი გამოსთარგმანებდინ. ხოლო უკე თუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსათვისა ეტყოდინ და ღმერთსა. ხოლო წინასწარმეტყველნი ორნი გინა სამნი იტყოდეთ და სხვანი იგი სნობედ. უკე თუ სხვასა გამოეცხადოს, მუნჯდომარეთაგანსა პირველი იგი დუმენინ. რამე თუ შემძლებელ ხართ ესეთ თითოეულად ყოველნი წინასწარმეტყველებად. რაითა ყოველნი ნუგეშინის ცემული იყვნენ და სულები წინასწარმეტყველთა ისწავებდნენ და ყოველნი დაემორჩილენ. რამე თუ არა არის ღმერთი შფოთისაი, არამედ მშვიდობისაი, ვითარცა იგი ყოველთა ეკლესიათა წმინდათასა.